მზემრომ სხივები მოჰფინა თუშეთის არემარესა გამთენიის ხანს ცის კიდურს ფერი წაერთვა მთვარესა ამოიგმინეს ხევებმა აატორტმანეს ზვავები საჯიხვეებში კლდეებმა ჯიქურ წამოჰყვეს თავები შურთხებმა ლაღად 55 წლის კაკო იჭირაული 22 წელია თუშეთში ცხოვრობს. წერა ბავშვობაში დაიწყო. წერდა სამშობლოზე, სიყვარულზე, ქალებზე. თუმცა მას შემდეგ რაც საცხოვრებლად თუშეთში გადავიდა, მთის სილამაზე და სიწყნარე მის მუზად იქცა. ამიტომ ლექსების უმრავლესობაც სწორედ თუშეთს ეძღვნება. ცხოვრობ 82 წლის მარტიდან თუშეთში. ყოველი ხეობა, ყოველი გორა, ყოველი ადგილი მაინტერესებს და პატარა კლდეს რო დავინახავ იქაც კი შევძრები ხოლმე. ხო ხედავ შორიდან, მაგრამ მაინც ახლოს უნდა მივიდე. კაკო იჭირაულის ლექსების პირველი კრებული 2003 წელს დაიბეჭდა სახელწოდებით წეროს გუნდივით გადაგვევლის სიცოცხლის წლები. ახლა ლექსებს მეორე კრებულისთვის წერს. მე არ მიყვარს ისეთ ლექსაობა და რაღაცა აპაზე და რაღაცეებზე რო წერავენ. მასე არ მიყვარს. თუ წესიერად გარითმული არ არის და თუ წესიერად აზრი არ არის ის რა ლექსია. შურთხებმა ლაღად დაუკრეს შვიდობის დილის საარი შირგვებთან რომ კრიახობენ ეს ხომ კაკბების ხმარი ეს ხმა და ჟივილ-ხივილი თებს გადაედო ხალისად ეს გაზაფხულის მოსვლა იმედი არის ხვალისა